ვიცით, რომ პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობაც არსებობს? ეს იმდენად სერიოზული პრობლემაა, რომ 2022 წელს EUTO მთელი რიგი სახელმძღვანელოები გამოსცა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფენომენია, როგორ უნდა ვებრძოლოთ და ვის რა როლი გააჩნია ამ პრობლემის მოგვარებაში. პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობა ერთდროულად არის ძალადობაც, დისკრიმინაციაც და გარიყვაც. პოლიტიკაში ჩართული ქალების მიმართ სხვადასხვა ტიპის ძალადობას გამოიყენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ქალები პოლიტიკიდან გარიყონ. და ზოგადად, როგორც წესი, მარტო ერთ ქალს კი არ მიემართება გენდერული ძალადობა პოლიტიკაში, არამედ ზოგადად ქალთა ჯგუფს, ზოგადად ქალების პოლიტიკისგან გარიყვისკენ არის მიმართული. პოლიტიკაში ქალი შეიძლება განიცდდეს ძალადობის იმ ფორმებს, რომელსაც ზოგადად ცხოვრებაშიც შეიძლება განიცდდეს, მაგალითად ფიზიკურს, ეკონომიკურს, სექსუალურს, ფსიქოლოგიურს. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ფორმა, სიმბოლური ძალადობა. ამ ფორმას ჩვენ სწორედ პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის დროს ვხვდებით. სიმბოლურ ძალადობაში გულისხმობენ სხვადასხვა ტიპის სიმბოლური ქმედებების გამოყენებას ქალების წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს გენდერული დეზინფორმაცია, ეს შეიძლება იყოს სექსუალობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები და თემები, შეიძლება ის იყოს მორალთან დაკავშირებული საკითხები. სიმბოლური ქმედებების გამოყენებით მოწინააღმდეგები ცდილობენ, რომ ქალი წარმოაჩინონ სტერეოტიპულად, როგორც წესი, არაკომპეტენტურად და არასანდო პოლიტიკოსად. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ შესაძლოა სიმბოლური ძალადობის დროს ცდილობდნენ, რომ ქალი უჩინარ არსებად წარმოადგინონ, საერთოდ არანაირი ძალის მქონედ და არანაირი მნიშვნელობის მქონედ. პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობა პრობლემურია იმის გამოც, რომ ის ზემოქმედებას ახდენს არა მარტო იმ ქალებზე, რომლებიც უკვე არიან პოლიტიკაში ჩართული, არამედ იმ ქალებზეც, ვინც განიხილავენ და პოტენციურად არიან მომავალი პოლიტიკოსები. როდესაც ახალგაზრდა ქალები უყურებენ თუ რა დღეში აგდებენ პოლიტიკოს ქალებს, ხშირად იცვლიან აზრს და საერთოდ აღარ მიდიან პოლიტიკაში. პოლიტიკური ძალადობა იმდენად ბუნდოვანია, რომ მისი გაზომვა და მასშტაბის დადგენა ძალიან ჭირს. მიუხედავად ამისა, ტარდება კვლევები და ჩვენ ვიცით გარკვეული მონაცემები, თუ რა ტიპის ძალადობებს განიცდიან ქალები პოლიტიკაში. EUTO-მ ჩაატარა კვლევა და EUTO-s წევრ ქვეყნებში აღმოჩნდა, რომ 85% პოლიტიკოსი ქალებისა ამბობს, რომ მას გაუცდია ფსიქოლოგიური ძალადობა პოლიტიკაში ყოფნის გამო. 47% ამბობს, რომ ქალებს პოლიტიკაში ყოფნის გამო გაუცდიათ მუქარა, მკვლელობის, გაუპატიურების და ასე შემდეგ და 25% ამბობს, რომ პოლიტიკაში ყოფნის გამო მათ სექსუალური ძალადობა განიცადეს. ქალი პოლიტიკოსები პოლიტიკური ძალადობის მსხვერპლები ძირითადად ხდებიან ხოლმე პოლიტიკოსი კაცების მხრიდან. ქალ პოლიტიკოსებს არ უყვართ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ მსხვერპლად წარმოჩენა ზოგადად პოლიტიკოსისთვის კარგი მაინც და მაინც არ არის. ამიტომ ასეთი შემთხვევები ხშირად საერთოდ უცნობი რჩება საზოგადოებისთვის. პრობლემა ისიც არის, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა დავუპირისპირდეთ პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობას. არ არსებობს სათანადო რეგულაციები, არ არსებობს სათანადოდ განვითარებული მექანიზმები და ქალმა რომს გადაწყვიტოს, რომ დაუპირისპირდეს ძალადობას პოლიტიკაში, ხშირად მას არ აქვს კონკრეტული მექანიზმი, რა უნდა გამოიყენოს და რა უნდა გააკეთოს. ამიტომ EUTO-s შემუშავებული აქვს სახელმძღვანელოები, თუ როგორ უნდა შემცირდეს პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის სტერეოტიპებთან ბრძოლა. სტერეოტიპებთან ბრძოლა სხვადასხვა ტიპის კამპანიებით და ცნობიერების ამაღლებით ხორციელდება. ეგრეთ წოდებული #ფემინიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ სახელდებას ძალადობისას და ვყვებით ამის შესახებ სოციალურ ქსელებში მასიურად, რადგან პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობა არის ფარული და უცხო ფენომენი. როგორ შევამჩნიოთ, ადგილი ხომ არ აქვს პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობას? ამ დროს გამოიყენება ეგრეთ წოდებული reversibility test. ანუ შებრუნების ტესტი, შეიძლება ასე ითქვას ქართულად. როდესაც პოლიტიკოს ქალზე რაღაცას ამბობენ, ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, კაცი რომ ყოფილიყო,
ამას იტყოდნენ თუ არა მის შესახებ. მაგალითად კომენტარები ჩაცმულობაზე. როგორც წესი, კაცი პოლიტიკოსების ჩაცმულობით არავინ ინტერესდება, მაგრამ ქალების შემთხვევაში ხშირად განეხილება სტერეოტიპული საკითხები. როგორი დედაა, აქვს თუ არა დრო შვილებისთვის, რას იცვამს, როგორი დიასახლისია და კრიტიკაც სწორედ აქედან მოდის. ეს მაგალითები ხშირად ხდება პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის მაგალითები. გარდა იმისა, რომ ზოგადად კულტურა და განათლება უნდა განვითარდეს და გენდერული სტერეოტიპები უნდა შემცირდეს, ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ პარტიების როლი. ყველა პარტია დემოკრატიულ ქვეყნებში ვალდებულია, რომ კონდეს შიდა მექანიზმები და შიდა ქცევის წესები, რომ აღმოფხრას პოლიტიკური ძალადობა პირველ რიგში თვითონ პარტიის შიგნით. ხოლო რაც შეეხება პარტიათა შორის, როდესაც ხდება გენდერული ძალადობა პოლიტიკაში, აქ სხვა მექანიზმები არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, თუ პარლამენტზე ვსაუბრობთ, უნდა არსებობდეს ქცევის კოდექსი, სადაც ასეთი ტიპის დარღვევების დროს შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანი პასუხისგებაში მიეცეს და გარკვეულ სანქციებს დაექვემდებაროს.